ევროპის ონკოგინეკოლოგიური საზოგადოებისა და პაციენტთა საადვოკაციო ჯგუფის ინიციატივით სექტემბერი გინეკოლოგიური ონკოლოგიის თვედ მიიჩნევა და ის 20 სექტემბერს აღინიშნება. ამ დღის მიზანია მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს გინეკოლოგიური სიმსივნეების, მათ წინარე დაავადების ნიშნებისა და დროული გამოვლენის შესახებ, როგორც სკრინინგის, ისე ექიმთან დროული მიმართვის გზით. მსოფლიო კამპანიაში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია ვიტაე სიცოცხლისთვის, რომელსაც ფოთელი ქეთევან ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს. ის 20 სექტემბერს დაგეგმილი აქტივობების შესახებ და ამ დღის მნიშვნელობაზე გვესაუბრება. სექტემბერი გინეკოლოგიური ონკოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. 20 სექტემბერი კი გინეკოლოგიური ონკოლოგიის მსოფლიო დღედ არის მიჩნეული. ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია ინფორმაციის და ცოდნის გაზიარება გინეკოლოგიური სიმსივნეების პრევენციის, გამოწვევის მიზეზების, ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინაციის მნიშვნელობის, მკურნალობის მეთოდების შესახებ და სხვა. ეს დღე მსოფლიოში მეშვიდედ წელს დაახლოებით 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ჩვენი ორგანიზაცია ვიტაე სიცოცხლისთვის, როგორც გინეკოლოგიური კიბოს ადვოკატირების ჯგუფების ევროპული ქსელის აქტიური წევრი, უერთდება ამ დღის აღნიშვნას სხვადასხვა აქტივობით. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა ონკოგინეკოლოგ პროფესორ არჩილ შარაშენიძესთან და ასევე ჩვენი აქტივობის წლევანდელი სლოგანია ითეკვე სტიგმის წინააღმდეგ. სტიგმებს უნდა ვებრძოლოთ. უხერხული თემები არ არსებობს, როცა საქმე ეხება ჯანმრთელობას. კიბო განაჩენი არ არის. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.